დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. დღეს გიორგობა მინდა მოლოცვით დავიწყო. გიორგობის დღესასწაული მინდა მიულოცო სრულიად საქართველოს, წმინდა გიორგი, საქართველოს და მისი გამარჯვების სიმბოლოა და მისი ძალა, მისი მადლი ფარავდეს მუდამ ჩვენს ქვეყანას, ამ ქვეყანაში მცხოვრებ თითოეულ ოჯახს, თითოეულ ადამიანს. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას. მინდა რამდენიმე საკითხს შევეხო, ინფორმაცია მივაწოდო თბილისის მოსახლეობას. თბილისის მერიის მიერ დაწყებული პროგრამის ფარგლებში რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტი აქტემრა უკვე 150 მოქალაქეს დაუფინანსდა. ბევრჯერ მისაუბრია და კიდევ ერთხელ გავემეორებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებებით არსებული პროგრამები, მათი განხორციელება, დაფინანსება, ბიუჯეტის რა თქმა უნდა ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა ამ მიმართულებებს, რომ დავეხმაროთ იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, სხვადასხვა პროგრამების სახით, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა. აღნიშნული პროგრამა იყო ჩვენი საარჩევნო დაპირება. მე რამდენიმე მთავრობის ხდომის წინ ვისაუბრე ამ პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით და დღეს არის ეს პროგრამა შესრულებული სიტყვა. მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ რიცხვები. ყველაზე მნიშვნელოვანი არის თითეული ადამიანი, ვისაც ეს დახმარება რეალურად ჭირდება. თვითონ პროგრამას რაც შეეხება, პროგრამა ყოველ 3 თვეში ერთხელ აქტემრას მისაღებად საჭირო მატერიალიზებულ ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს, რომლის საშუალებით მოქალაქე აფთიაქში მედიკამენტს იღებს. მინდა კიდევ ერთხელ ინფორმაციისთვის საზოგადოებას უთხრა, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150,000 მედიკამენტი სრულად 100%-ით უფინანსდებათ, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს 80%-ით. მოქალაქე მედიკამენტის დასაფინანსებლად საჭირო ვაუჩერის მისაღებად შესაბამისი საბუთით ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს მიმართავს. თბილისის მერიის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც განცხადებით მიმართვამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული. ყველას, რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, ექნებათ შესაძლებლობა აღნიშნული მედიკამენტის მიღების და პროგრამაში ჩართვის. რევმატოიდული ართრიტი, რთული და მძიმე დაავადება, ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა, ყოველდღიური სირთულეები და როდესაც ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს თანამედროვე მკურნალობა, ეს მხოლოდ ჯანმრთელობა არ არის. ეს არის ცხოვრების დაბრუნება. ეს არის ის მომენტი, როცა ადამიანი ისევ ახერხებს მუშაობას, ოჯახზე ზრუნვას და ჩვეულებრივ ცხოვრებას. ამიტომ ჩვენთვის სოციალური პროგრამები არ არის მხოლოდ რაღაც ფორმალური ვალდებულება. ეს არის პასუხისმგებლობა, ეს არის, როგორც გითხარით, ადამიანების წინაშე აღებული უდიდესი ვალდებულება, არის ზრუნვა მათ ღირსებაზე და ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს კონდეს წვდომა იმ მკურნალობაზე, რაც მათ რეალურად ჭირდება. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდება სხვადასხვა პროგრამების დაფინანსება, ჯანდაცვის მიმართულებით, სოციალური მიმართულებით, რომ ხელი შეუწყოთ იმ ოჯახებს, ხელი შეუწყოთ იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ სახელმწიფოს მხრიდან, მუნიციპალიტეტის მხრიდან ჭირდებათ თანადგომა და მხარდაჭერა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენთვის მწვანე სივრცეების შექმნა და
არსებულის მოვლა პატრონობა ერთ-ერთი მთავარი გაცხადებული პრიორიტეტია. მერის შესაბამისი სამსახურები ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს, რეკრეაციულ პროექტებს ახორციელებენ. ასევე ვცდილობთ გამოვისყიდოთ, დავიბრუნოთ ის არეალები, რომლებიც წლების წინ გასხვისებული იყო და გასხვისდა იმისთვის, რომ სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოები განხორციელდეს, ჩვენ ასეთ არეალებს ვიბრუნებთ, უბრუნებთ თბილისელებს, რადგან მწვანე სივრცეების არსებობა, სპორტული მოედნების არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა გითხრათ, რომ მოსახლეობის მხარდაჭერით და ჩართულობით აქტიურად ვახორციელებთ ასევე უსახური ფარეხების დემონტაჟს, უკანონო შემოღობების დემონტაჟს და რა თქმა უნდა ეს სივრცეები ემატება სხვადასხვა კონკრეტულ ტერიტორიებს, სადაც ძალიან მაგარი პროექტები ხორციელდება. დღეს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ამის ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითია აეროპორტის გზატკეცილის მიმდებარედ შალვა ჭანკოტაძის ქუჩაზე გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტი. აღნიშნულ ტერიტორიაზე ადრე განთავსებული იყო უსახური ავტოფარეხები, რაც სივრცის ფუნქციურ გამოყენებას აფერხებდა. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით ადგილობრივ მოსახლეობას მადლობა გადაუხადო თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისთვის, უშუალოდ მათი ჩართულობით მოხდა აღნიშნული ფარეხების დემონტაჟი და გამოთავისუფლებული ტერიტორია მთლიანად შეუერთდა პარკს. სამუშაოები დაახლოებით 1 ჰექტარ ტერიტორიაზე განხორციელდა, რომლის ფარგლებში მოეწყო 2 საბავშვო მოედანი, სავარჯიშო ზონა, საფეხმავლო ბილიკები, გარეგანათების სისტემა, სარწყავი სისტემები, დაირგო ახალი ხემსცენარეები და ანუ ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ აღნიშნული ტერიტორია იყოს დასვენებისთვის, გართობისთვის, ვარჯიშისთვის ერთ-ერთი საუკეთესო. ზოგადად ბევრჯერ გვისაუბრია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პარკი, მწვანე არეალები ეს არ არის უბრალოდ ინფრასტრუქტურა. პარკი არის სივრცე, სადაც იქმნება ყოველდღიური ცხოვრება, ურთიერთობა და ადამიანური სითბო. თბილისს ძალიან უხდება მწვანე სივრცეები, თბილისს ჭირდება მეტი ასეთი არეალები, პარკები, შეიძლება იყოს სკვერები, რომლებსაც გამგეობები ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს რეაბილიტაციის თვალსაზრისით, ახალი პროექტების განხორციელების თვალსაზრისით და ზოგადად თანამედროვე ქალაქი პირველ რიგში ადამიანზე უნდა იყოს ორიენტირებული და ჩვენი მუშაობა ყოველდღიურად გადადგმული ნაბიჯი და ნაბიჯები მიმართულია ზუსტად ამისკენ. ეს პროექტი ნიშნავს მეტ მწვანე სივრცეს, სუფთა ჰაერს და უკეთეს გარემოს ოჯახებისთვის, ბავშვებისთვის და თითეული თბილისელისთვის. პირველ რიგში იქ მცხოვრებ ადამიანებს ეკნებათ ადგილი, სადაც შეძლებენ დასვენებას, შეძლებენ გართობას, ვარჯიშს და ასე შემდეგ. ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ასეთი პროექტების დაფინანსებას, განხორციელებას, ეს შეიძლება იყოსარეაბილიტაციო სამუშაოები, შეიძლება იყოს ახალი პროექტების განხორციელება. რეკრეაციასთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ გზების განახლებას. ამჯერად საგზაო სამუშაოები წყნეთში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე იწყება. პროექტის პირველ ეტაპზე კომპანიამ ჯორჯიან ვოტერპაუერმა მიწისქვეშა კომუნიკაციები განაახლა, იყო უმძიმესი მდგომარეობა, ხოლო მეორე ეტაპზე ვაკის რაიონის გამგეობა გზის საფარს დაახლოებით 7000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოაწესრიგებს, განაახლებს და მთლიანად რეაბილიტაციას ჩაუტარებს. შედეგად 1 კილომეტრიან საგზაო მონაკვეთზე გადაადგილება უფრო კომფორტული და უსაფრთხო იქნება. პროექტის განსახორციელებლად დაახლოებით 800,000 ლარი დაიხარჯება. ვაკის რაიონის გამგეობა კიდევ ერთ პროექტს ცხვედაძის ქუჩის ნომერ 60-ის მიმდებარედ ახორციელებს და გრუნტის დამჭერ კედელს აწყობს. უსაფრთხოების მიზნით აშენებული კედლის სიგრძე დაახლოებით 86 მეტრი, სიმაღლე კი 10 მეტრამდე იქნება. სამუშაოებს ტერიტორიაზე სულ 2100 მეტრის სიგრძის 262 ხიმინჯი მოეწყობა.
დამცავი კედლის მშენებლობის ღირებულება დაახლოებით 675,000 ლარს შეადგენს და ის პრობლემები, რაც აქვთ იქ ცხოვრებ ოჯახებს, ადამიანებს მთლიანად მოხსნილი იქნება და მოწესრიგებული იქნება. რაც შეეხება საბურთალოს რაიონს, ადგილობრივი გამგეობა უნიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე იყო ძალიან ბევრი საგზაო დაზიანება, რის გამოც მთლიანად ქუჩის რეაბილიტაცია და განახლება დაიგეგმა. პროექტის ფარგლებში 9,000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარის ტერიტორიისა და ბორდიურების რეაბილიტაცია იგეგმება. გარდა ამისა, შეიცვლება არსებული დაზიანებული წყლის მილები, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. დაახლოებით 700,000 ლარი დაიხარჯება აღნიშნული სამუშაოებისთვის. მიმდინარე სამუშაოების გამო უნიაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორივე მიმართულებით დროებით შეზღუდვა რეაბილიტაციის დასრულებამდე იმოქმედებს, რისთვისაც კიდევ ერთხელ საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო ასეთი მასშტაბური სამუშაოების ჩატარების დროს შეზღუდვის გარეშე შეუძლებელია პროექტის განხორციელება, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დროულად დამთავრდეს სამუშაოები და შემდეგ უკვე გადაადგილება იყოს უსაფრთხო და რაც თავარია კომფორტული. ეს იყო მეგობრებო, რის თქმაც მინდოდა, ახლა შეგვიძლია უკვე დავიწყოთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება. მადლობა.